fuck. I'm back with a new vlog. იმედი მაქვს ყველა კარგად ხართ. ამ წუთას მოვედი სამსახურიდან. So, და გადავწყვიტე რომ ესე მოულოდნელად ჩამეწერა vlog-ი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რას გავაკეთებ. იდეაში ბევრი სამუშაო მაქვს კომპიუტერში, იმიტომ რომ რაღაც კომპანიებისთვის რაღაცები უნდა ავაწყო. Let's see. და თან ახლა ამანათები უნდა გამოვიძახო. რომლებიც ჩამოსულია უკვე ძალიან დიდი ხანია და ეგ რაღაცები მინდოდა ძალიან რომ ენახა, ასე რომ yes, something like that. შორის დავლია, მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა, რის გამოც ბედნიერი ვარ და ამაყევარ საკუთარი თავით, იმიტომ რომ ერთ ჭიქაზე მეტი არ დამილებია სამსახურში. That's usually ხშირ შემთხვევაში ეს არასდროს არ ხდება, რომ მხოლოდ ერთ ჭიქა დავლიო, but it's okay. დღეს დავიმსახურე სახლში რომ მოვალ, გარდა მოვიდოდი თუ მოვედი, ყავა დავლიო და თან ცივი ყავა and it's so good. სხვა შორის რასაც ვაკვირდები ხოლმე და ვუყურებ, უცხოელი იუთუბერები, სულ რამდენიმეს ვუყურებ. ამერიკელი და ამერიკელები მაინც ხანერად არიან. ხო და ძირითადად უფრო ამერიკელი იუთუბერები სვამენ სულ ცივ ყავას. ანუ მხოლოდ ცივი ყავა უყვართ და რატომღაც ძალიან იშვიათია ის მომენტი რომ ცხელი ყავა დალიონ რაღაცა ცხელი ამერიკანო, ცხელი კაპუჩინო და რაღაც სულ ცივს სვამენ. და მეც ამ ბოლო დროს ძალიან შევეჩვი რომ ცივი ყავა დავლიო მნიშვნელობა არ აქვს, ზაფხულია, ზამთარია თუ რაღაც. მაგრამ რაც შეეხება ევროპელ იუთუბერებს და ძირითადად ინგლისიდან, ესე ცივ ყავას არ სვამენ, უფრო მეტად ცხელს სვამენ. It's a really big difference. But მე მინდა გითხრათ, რომ ვის ვუყურებ და ვინ არიან ჩემი საყვარელი იუთუბერები. პირველი რა თქმა უნდა არის ემა ჩემბერლინი, ყველა დროის ემას ვუყურებ წლებია. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი იუთუბერი, არ ვიცი, მილიონჯერ შემიძლია რომ ის ვიდეოებს ვუყურებ და არასდროს არ მომწყინდეს. აი ფილმივით არის რომ შეკითრავს. და ჩემი ოცნება ერთ დღეს როგორც ემა ამერიკაში ეგრევე ყომე საქართველოში. That's my dream. ასევე მეორე ვუყურებ Ruby's, თუ იცით Ruby, არ ვიცით, ძალიან საყვარელი გოგოა, მას მივსდები Instagram-ზე ძალიან დიდი ხანია და ძალიან კარგ ვლოგებს იღებს ხოლმე. Ruby Lean, თუ არ ვცდები, და ძირითადად fashion-შია და ძალიან მიყვარს და Madeline RG. ამ სამ იუთუბერს ვუყურებ. მადელინი არის უკარგესი გოგო და აქვს ძალიან კარგი პოდკასტები და რაღაცნაირად სულ ვუყურებ, განსაკუთრებით იქედან რაც Central C-ს დაშორდა. და ძალიან კარგი გოგოა, ძალიან მიყვარს ისეთ თემებზე საუბრობს ხოლმე, რომლებიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის და თუ არ უყურებთ და არ უსმენთ მის პოდკასტს, აუცილებლად მოусმინეთ. საინტერესო რაღაცებს განიხილავს ხოლმე და ნამდვილად ძალიან ჭკვიანი გოგოა. და ხო, სულ ეს სამი იუთუბერია, რომელსაც ძალიან აქტიურად ვუყურებ. ქართველებს არ ვიცი, დიდად არა, სულ რამდენიმეს ვუყურებ, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგალითად ოქტოპუსის ხალხი ძალიან მიყვარს და სულ ვუყურებ ხოლმე და ასევე მახარას. ეს ორია ძირითადად, ვისაც ვუყურებ, რომელ არხებსაც ვუყურებ, that's all. So yeah, guys. ჩემი ამანათებიც მალე მოვა. Also, I want to adopt cat. ძალიან მინდა კატის ყოლა, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად ვფიქრობ მაგაზე, არ ვიცი რატო. ძალიან საყვარლები არიან და თან ის მომენტიც არის, რომ ძაღალი როდესაც ყავს, ძალიან ცოდო არის სახლში მარტო დატოვა და ხშირ შემთხვევაში პატარა ძაღლები ვერ უძლებენ სახლში მარტო ყოფნას და ძალიან სევდიანდებიან და არ ვიცი რაღაც დაემართებათ, ხო და
კატის დატოვა ბევრად უფრო მარტივი არის, ანუ ეგეთი ემოციურები არ არიან სახლში მარტო რომ რჩებიან და ეგეთი სევდიანები არ არიან და შეუძლიათ რომ ჭამონდალიან და რაღაც და ზოგიერთი ძაღლი არც ცვამს და არც ჭამს შენ რომ მიდიხარ მთელი დღე სახლიდან. ხო და ძალიან მომწონს Scottish Fold, არ ვიცი საქართველოში კატა იშოვება თუ არა შოტლანდიური ფოლდი. უსაყვარლესები არიან, ძალიან ლამაზი თვალები აქვს და ძალიან ლამაზი ყურები ხო და კიდევ უფრო კარგად დავფიქრდები და თუ რამე სახლში მეყოლება ახალი ოჯახის წევრი. Who wants unboxing? Actually, this is not unboxing. უბრალოდ რაღაცებს გაშვერებთ, რაც გამოვიწერე. კიდევ ეხა გავიაზრე რომ ყოველთვის როდესაც ამანათებს ხსნი არ თამზივარ. Oh guys. ეს არის ჩემი ნიღბები და დღეს ერთ წელს გამოვიყენებ. რომელიმეს წვანეს, იმიტომ რომ წვანაფერი ლამაზია. Biodance's ნიღბები. Let's see how it will be. It's the same shirt, and I give my story romance mkhonda. And ეს რა დავიხით? Why did I buy that? Okay, ვინმეს ვაჩუქებ ამას. New shirt. ჩემი ახალი მაისური and my two personality. როგორც იცით, მე ვარ ლუდის საოცარი მოყვარული, ასე რომ this is mine, okay? It's mine. ეს არის ჩემი ახალი საძილე მაისური. And it's cool. და მეორე მაისური, რომელიც ასევე არის The Bears. It's not the Beatles, The Bears. And it's so fucking cool. Look. It's cool. What is this? მე გამოვიწერე სახატავი ფუნჯები, რომელიც თავის ჩასადებშია თან, and I think it's cute. უბრალოდ რაღაც ბევრი არ არის და არც დიდები და ვფიქრობ ეს ხომ და გამომეწერა, იმიტომ რომ ეს ხა არ მჭირდება ნამდვილად სახატავად. ესეც რაღაცნაირი, okay? It's not bad, but flat wash, რაღაცნაირია. მაგრამ ის მომწონს, რომ თავის ჩასადებში ასე რომ არის ძალიან კომფორტული. ასევე მაქვს როუდის ეს ტუჩის. Oh, it's really good. Wow. It's really good. ეხა კი ვიცია ცოტა რაღაცა რა. It's so creamy. Wow. Wow. That's a twist. ფერი არის twist-ი. ეს არის ერთ-ერთი კამერის მოკლედ ფირი, რომელიც არის ჩინური კომპანიის გაკეთებული და სხვათა შორის წავიკითხე ამ როლზე ძალიან კარგი რევიუები. შედარებით დაბალი ფასის არის, ეს არის შავ-თეთრი CHD ISO 100. ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მე დიდ კარგ ფოტოებს გადაიღებს, იმიტომ რომ მართლა კარგი რევიუები ჰქონდა. და ამბობდნენ ამ რევიუებში, რომ ბევრად უფრო ძვირიან ფირებს ჯობს და უფრო კარგ ეფექტს იღებ, როდესაც ამჟღავნებ ვიდრე ჩვეულებრივი ფირით, ანუ სხვა შავ-თეთრი ფირებით. ხო და ვნახოთ როგორი იქნება ეს ფილმი. ესეც არის ფირი უბრალოდ 36-იანია. შავ-თეთრია და დავტესტავ, ვნახავ ამით როგორი ფოტოები გამომივა. So yeah, იმედი მაქვს რომ კაი იქნება მართლა. ტრელოკი. როგორც იქნა ჩამოვივი,
როგორც იქნა ჩამომივიდა ის სტიკერები, რომლებსაც უკან წებო აქვს, ანუ ღმერთო ჩემო, რამდენი ხანია მაგ მომენტს ველოდები, რომ გამოვიწერო ისეთი, რომელსაც წებო აქვს უკან და წებოთია მისამაგრებელი და არა ისევ აი ესეთი. სულ ეს იყო ჩვენი unboxing-ი, that's all. That's all. რაც თან ჭირდებოდა და თან იმის გამოც. ცოტათი დავწყნარებულიყავი თან ხვალ მაქვს ძალიან გადატვირთული დღე. დამოვიწყო თან ჰიალურონის წავისვა. ჰიალურონის წავისვამ და შემდეგ დავიდებ ნიღაბს. ხვალ მაქვს ძალიან გადატვირთული დღე, იმიტომ რომ და წავიდე ერთ-ერთი სამსახურის საქმეზე და ძალიან მინდა რომ ეს სამსახური დავიწყო და მამიყვანო, იმიტომ რომ ძალიან ჩემია, ჩემთან ახლოს არის. ზუსტად ის არის, რაც მინდა რომ ვაკეთო და რაც არის რის კეთებაც მიყვარს. ხოდა ნახოთ. იმედია გამიმართლებს და იმედები არ გამიცრულდება ისევ, იმიტომ რომ მე სულ იმედები მიცრულდება. So yeah. გავაკეთებ აი ამ მწვანე ნიღაბს, ღმერთო ვერ გავხსენე. What the heck, man? I don't know. I'm just done. Treat that the wire თითქოს არ ვიცი. Wow. მიყვარს ეს ნიღბები, იმიტომ რომ აი რაღაცნაირია. ძალიან ესთეტიურია. ასე რომ ხვალ ხო დატვირთული დღე მაქვს, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე დატვირთული დღეები, როდესაც მაქვს. შემდეგ დატვირთული დღეები რომ მაქვს, არ მრჩება ფიქრისთვის დრო. რაც ჩემი overthinking-ისთვის ძალიან რაც ჩემი overthinking-ისთვის არის, რა ვიცი, მისწრება. I'm gonna put those here. ჯერთან ადრეა. 7-იც არ არის ჯერ და ჩავუშვები კომპიუტერში წინასწარ ავაწყობ moodboard-ებს და რაღაცებს. It's quite pretty. Look, it's green and it's pretty. არ მქონდა 3 საათამდე მქონდა დაახლოებით 3 საათამდე მეკეთა დიდი ხანი არა. Okay, yeah, my skin is glowing. ჰიალურონს დავიმატებ. შემდეგ უკვე დამატენიანებ.
მე მოდბორდებით რაღაცები ავაწყე, რომელიც კომპანიისთვის მჭირდებოდა. I'm so proud of myself. და სხვადასხვა ძალიან ვერთობი ხოლმე ეგეთ რაღაცებზე. რაღაცებს რო ვაკეთებ, ან ვიდეოებს რო ვაედიტებ, ან რაღაც. მუსიკა მაქვს ჩართული ორსასმენებში ბოლო ხმაზე და რაღაცებს ვაკეთებ და ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებს. Great! Wow! ჩემი კანი გამოიყურება მართლა ძალიან კარგად. Cool. I love it. კანი რო პრიალებს დატენიანებულია და რაღაცნაირად ძალიან სუფთად გრძნობ თავს, მაგას არაფერი არ სჯობს. Also, I'm gonna get some quality sleep. აი, იმიტომ მჭირდება ჩემი აზრით კარგად გამოძინება დილით ადრე ავდგები და კიდევ რაღაცებს გავაკეთებ. So yes, guys, რასაშინლად გავისწორე ეს თმოვითომ შევისწორე, ანუ ისევ ის არის სველი თუ რომ იცი რა ჭირს. უაზროდ დგება, სხვა შორის ნახეთ როგორ გაიზარდა ჩემი თმა, ანუ საკმაოდ და ძალიან მიხარია, ანუ ზაფხულამდე კიდევ კარგად ჩამოიზრდება და უკვე კარგი სიგრძის გახდება მგონი. განსაკუთრებით აი ეს ნაწილები მინდა რომ გაიზარდეს, იმიტომ რომ ნახეთ რა პატარაა უბრალოდ. იმდენად იყო დამწვარი და ბგული რომ სულ მომტყდეს უკან რაც იყო თმა და მაგის გაზრდა მინდა უფრო მეტად. იმიტომ რომ ვისწორებ ხოლმე. აი უკან თუ რაღაცა ცოტა მეტი ენერგია არ ჩავდე და არ ვიჩარეჩე რაღაცები, საშინლად ვისწორებ და საშინლად მადგება და მეზიზღება უკან რომ მიტკეპნილი აქვს ადამიანს თმა და და ცუდად აქვს მოკლედ. აი ახალი გაღვიძებული რო ხარ და რო წამოდგებით ეგრევე რო გახვალ. ჩემ თავზე მეზიზღება უბრალოდ თორესხვებზე. I don't care, I don't give a fuck. სხვა შორის არ ვიყავ ხოლმე მაგრამ არ მეინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა ხოლმე უკან საერთოდ ჩემი თმა და შემდეგ რაღაც კომპლექსი ავიკიდე მაგის გამო ეს თმა რო დამტყდა რომ უკან საშინლადაა და მართლა საშინლად გამოიყურება რეალურად და ბოლო დროს ძალიან ყურადღებას ვაქცევ რომ უკან ცოტა ნორმალურად გავიკეთო. ზოგჯერ კარგად მოქვს, ზოგჯერ არა. So, yeah. Okay, I go.